როგორ ხართ ჩემო საყვარლებო? მითან ტელეფონს დავტენი ახლა რა. და გეჭორავებით რაღაცებს ბავშვებო და ძალიან გთხოვთ ჩაიწერეთ ეს ლაივი, იმიტომ რომ შეიძლება ტელეფონი წამართვან და დრო არ მქონდეს რომ მე ცალკე გადავიღო კიდევ ვიდეო. პირველ რიგში მადლობა ჩემს საყვარლეს ბავშვებს. მე ხომ გავს ეს დიდი თვალები მაქვს. მოკლედ ჩემო საყვარელო ადამიანებო, მე ისიც არ ვიცი მოგიწოდოთ თუ არა რომ დამიმესიჯოთ ოღონდ მართლა რა იმდენად ისეთ სკამზელში ვარ, ანუ მარიამი და ლორენცო და ყველამ კარგად ვიცით მათი ხმების ამბავი, ვითომ ხმების ამბავი და შესაბამისად არ ვიცი რა უფლებით მოვუწოდო ჩემს გულშემატკივარს რომ დამიმესიჯო და დამირეკონ ნანთახა და ხარჯონ არ ვიცი მართლა ოღონდ რა ხოდა მოკლედ აუთსაიდერი ვარ მეგობრებო ამ პარასკევს ვიქნები აუთსაიდერი და შესაძლოა ალბათ პროექტი დავტოვო არ ვიცი რა თქმა უნდა წინასწარ რა თქმა უნდა არ ვიცი რა მოხდება და როგორ მოხდება მაგრამ ყველაფერს განვიხილავ ჩვენ შესკენ ვართ უღრმესი მადლობა ანუ თქვენ ხართ არ ვიცი აი ამ პროექტში რომც დავტოვო ეს პროექტი დიდი მადლობელი ვარ ამ პროექტის ზუსტად მაგიტომ რომ თქვენნაირი ადამიანები შემძინე და ის ადამიანები ვისთანაც მე აქ დავმეგობრდი ლამაზუკა დიდი მადლობა ხალხნო წარმატებები ვიტირებ პროექტი რო დატოვო ფაიმე ბაფრენ თქვენზე ანუ ხო მე ვფიქრობ რომ პროექტს მოკლება ადამიანი რომელიც თამამა და გაბედულად შეუძლია ყველაფერზე აზრი დააფიქსიროს სწორად ასე ვთვლი მეც მაგრამ ხდება ხოლმე ყველაფერი დღეს უკვე იქნებოდა ხმის მიცემა არ ვიცი უკვე დაიდებოდა თუ არა გადაცემის მერე დაიდებოდა მიყვარხარ მე ძალიან მიყვარხართ და მაბედნიერებთ მართლა და უღრმესი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის ერთ მესიჯს თუ აგზავნით ან მესენჯერში ან ტელეფონზე ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა მაგრამ მე ესე ვერ მოგიწოდებთ ამ ეტაპზე ვერაფერს მაგრამ მინდა რომ რა ვიცი მთელი ეს გავლილი პერიოდი რაც აქ გავიარე თქვენ ჩემს გვერდში ხართ იყავით თქვა არ ვიტყვი ხართ იმიტომ რომ ჯერ არ ვიცით რა მოხდება ფართი ხვალ გავა გვიყვარხარ ჩემო დედოფალო დღეს დარწმუნდი რომ ლელო ჩემი სტორი ნახე აუცილებლად ნახავ არ ნერვიულობ ბავშვებო საერთოდ აი მართლა ოღონდ აი საერთოდ არ ნერვიულობ იმიტომ რომ წინასწარ ვიცი დაახლოებით რაც მოხდება და აქედან გამომდინარე არ ნერვიულობ არაფერზე რაც შეეხება ჰაუსში განვითარებულ მოვლენებს ძალიან მინდა რომ ჩემო ბავშვებმა ეს ლაივი ჩაიწეროთ და ამოჭრათ და გაავრცელოთ და იმიტომ რომ არ მგონია დრო მქონდეს რომ ცალკე ვიდეოები ვწერო და თან თქვენთანაც მინდა აქ ვიყო დიასას გულშემატკივრობის შენთან ვართ ძალიან დიდი მადლობა ყველას მეგობრებო აბსოლუტურად მოკლედ რაც შეეხება სულ ეხლა ხანს მაგალითად ამ წამს რაც ვნახე ჯავახა მეუბნებოდა მე დღეს მაგალითად და ასე ვთქვათ დამცინოდა რომ 200 გულშემატკივარი რო ყავსო შენო მეო ამდენიო 1000 რაღაც გულშემატკივარი მარტო ჩატში მყავსო და გუშინ წინ იყვნენ გასულები გულშემატკივარი იყვნენ გასულები რომ გულშემატკივარებს უნდა შეხვედროდან მოუწოდეს ასე ვთქვათ რომ მისული იყვნენ წინა დღეს დაგეგმეს და მე ვიდნენ და დღეს რას მოვიდნენ აქ და ვეკითხები როგორ იყო გულშემატკივრებთან ერთად თქვენი შეხვედრა და მარიამ მეუბნება რომ უამრავი ხალხი იყო და ჯავახაც მეუბნება იმდენი ხალხი იყო რომ კამერაშიც დაჟე ვერ ტევდნენო და დღეს რას ვხედავ ეხლა ტელეფონები რა შემოვიდა Facebook-ზე დევს მათი გასვლის ვიდეო როგორ არიან გარეთ პარკში სადაც ელოდებოდნენ გულშემატკივრებს და ერთი გულშემატკივარიც კი არ ჩანს იქ ხალხნო ერთი ადამიანი არ ჩანს და ანუ ხმის ლიდერი რანაირად ხდება მარიამი ანუ გამაგებინეთ პროსტა და ხვალაც ხმის ლიდერი რანაირად უნდა ადგეს როცა ერთი გულშემატკივარი არ ჩანს კადრში ანუ კადრი ვერ გადაიღეს რომ გულშემატკივარი არ იყო ანუ და ეს ადამიანი სავარაუდოდ ხვალ
ლიდერი თუ არა, ფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ხმებს აიღებს, მაგრამ ღმერთმა იცის როგორ აიღებს. ძალიან გთხოვთ, შედით ჰაუსის ოფიციალურ გვერდზე და გადააზიარეთ ჯავახას და მარიამის ვიდეო პარკში და დააწერეთ იქ რისთვის იყვნენ წასულები, იმიტომ რომ ხალხი ვერ ხვდება, ანუ რა უნდათ პარკში, ანუ ხალხი წერს კომენტარებში, სახლში ხო იყვნენო ისედაცო და გვაჩვენებდნენ როგორ არ უნდა მოიქცესო კაციო და ქალიო. ეხლა პარკში რატო არიანო მარტო და პარკში იყვნენ რომ გულშემატკივრები ენახათ, მაგრამ როგორ ჩანს არავინ არ მივიდა. კაცშვილი არ იყო, ანუ კადრი ვერ გადაიღო, ანუ კადრი ვერ გადაიღეს, შოქში ვარ. ლელუ დაიდო ნომრებიო. ხვალ თუ პარასკევს, ფართი ხვალ პარასკევს ლაივი. ხმა როგორ მოგცე, მესენჯერი უნდა გახსნათ ჰაუსი რუსთავიორის ოფიციალურ გვერდზე, get started დაწეროთ და ამოგიგდებთ იქ ჩემს ფოტოს და უნდა დააკლიკოთ. არ მინდა ლელო რომ გავარდე, ბავშვებო. იმედი მაქვს რომ მე თუ გავარდი, მაგრამ ჯერ არ ვიცი, იმედი მაქვს რომ არ დაკარგავთ თქვენ. ვნახავ. ლორენცო იგებსო, არ ვიცი მეგობრებო, ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ლორენცომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, ანუ წითელ დროშებზე, რომ ჩვეულებრივად თავის ხელით ჯავახას გადასცა ჰაუსის მოგების ტიტული თუ შანსი რაც გინდა დაარქვით, იმიტომ რომ ისე სუსტად ითამაშა, რომ აი არ ვიცი. ჯავახას არც წითელი დროშა მისცა, არც კამზე დასვა. ანუ შეეშინდა რა, მოკლედ ქალებს შორის ჩაჯდა და ასე ჯავახა აქამდე ისე მოცუქცუქდა, რომ ერთხელ არ მჯდა აუთსაიდერების კამზე, რაც შეეხება წითელ დროშებს. წითელი დროშები მომცეს ჯავახა, მარიამმა, ანასტასიამ და ლორენცომ. ანუ გაგიკვირდათ? რა თქმა უნდა არ გაგიკვირდათ. ეს არის ჩვეულებრივი კოალიცია და რომელთანაც მოუწევს მუზებს ბრძოლა, მე თუ გავარდი მარტო. სიმართლე გოგო ხარო, ძალიან უღრმესი მადლობა ხალხნა რომ ამას ხედავთ. ხო და მოკლედ ამ კოალიციამ გადაწყვიტა რომ დავესვი აუთსაიდერის კამზე და რა თქმა უნდა 4 ადამიანია და არის და ყველაზე გაღადაოთ, ყველაზე გადაობა რა არის. ანუ ჯავახა გამოდის და ანუ უკვე წითელი დროშების დასახელებას და ამბობს რომ აი მე ერთზე მეტი დროშა რომ მქონოდა, ლელოს და ყუსხვებსაც გადავცემდიო. ანუ ერთზე მეტი დროშა კი არა, ჯავახა 4 დროშა გიჭირავს ხელში, შენი, მარიამის, ანასტასიას და ლორენცოსი. ასე რომ რაზეა საუბარი და წითელი დროშების არგუმენტად რა მოიყვანეს ხალხნო იცით? მე რომ მარიამი დავიცავი ჯავახამ რომ მოისროლა მართლა ქვასავით იმენა აი ესე რომ მიაგდო სადღაცას და ამაზე რომ მეთქი ხმა ამოვიღე მარიამაც და ჯავახამაც ამის ქალური სოლიდარობის გამო დამიწერეს წითელი დროშები ერთ-ერთი მიზეზი და მთავარი მიზეზი რომელიც პირველი თქვეს იყო ეს ხო სასაცილოა რაც შეეხება ტასოს. ტასომ ზუსტად იგივე გაუკეთა ლორენცოს, რაც გაუკეთა ქუთაისელებს და სხვათა შორის, როდესაც ტასომ ლორენცოს მწვანე დროშა გადასცა, მოსაწევში მე შევედით ჩვენ ლორენცო რო გაბოსდა და იქ ვისხედით მე ტასო და ლორენცო და ვეუბნები ლორენცოს, რომ ლორენცო მოემზადე, ტასო იწყებს მწვანე დროშებით და გაეცინათ. გაეცინათ და რა მოხდა წითელ დროშებზე? ტასომ ისევ ხელი აწია ადამიანზე, ვისთანაც ყველაზე მეტ საუბრობს, მწვანე დროშა ვისაც გადასცა და დასცვა აუთსაიდერების კამზე. იგივე გაუკეთა ზუსტად, რაც ქუთაისელებს ჩემო მეგობრებო. ლელო ვინგი და გავარდეს ამ კვირაში. რა თქმა უნდა მარიამი. ლორენცოც. მაგრამ ესე ორი ვერ გავარდება. ლექს ხო დიანა გვანახე მეგობრებო ეხლა ვარ ოთახში ტელეფონი მაქვს 16%-ზე ვტენი და ვერავის ჯერ ვერ გავალ როგორ მოგცე ხმა მესენჯერში უნდა get started გააგზავნოთ ჰაუსის ოფიციალურ გვერდზე და ჩემი ფოტოზე დააჭიროთ ხელი და მე ნომერი იქნება ჩემს ფოტოზე დაწეროთ და იმაზე დარეკოთან დაამესიჯოთ რაღაც რომ მოიცლი ნახე მე კი მუზებს ვთხარი რაღაც ლელო მოდერი მომე ლელო მეც ციკლაური ვარ პრივეტ ხალხო კიდე რაზე მინდა რომ გესაუბროთ სანამ მაქვს ტელეფონი სწრაფად რა წითელ დროშებზე გესაუბრეთ რომ კოალიციამ ჩვეულებრივად დამსვა მარიამის და ჯავახას გულშემატკივრებთან შეხვედრაზე გესაუბრეთ უკვე რომ ვიდეო ყველამ ნახეთ ალბათ პარკში რო არიან და კაციშვილი იქ არ არის არც ერთი გულშემატკივრი და რეალურად იმ პარკში იყვნენ მისულები რო ენახათ გულშემატკივრები
ტასოზეც გესაუბრეთ, რომ იგივენაირად ზურგში დანაჩაარტყა ლორენცოსაც, როგორც ქუთაისელებს. ის რომ ტასოს აქვს ჩვეულებრივად შეკვეთილი დროშები და უკვე უინტერესოა ტასოს მოქმედებები და აზრები და საუბარი, იმიტომ რომ ყველაფერი მარიამი რასაც აკეთებს, იგივეს აკეთებს ტასო. თუ გამოვა პირველი ჯავახა წითელ დროშებზე ან მარიამი, უკვე იცოდეთ ტასო ვის დაუწერს წითელ დროშას, ვის მისცემს, ამდენად უინტერესოა, მოკლედ ეს გოგოც. ლორენცოც რაც შეეხება ძალიან სუსტი მოთამაშე აღმოჩნდა, არ მეგონა ესეთი მშიშარა თუ იყო, თუმცა ეს საკუთარი თავისთვის გააკეთა ნამდვილად ცუდი, იმიტომ რომ ჯავახას ჩვეულებრივ ფინალისკენ სკამი გაუმზადა თავისივე ხელით. ფართი იყო წეღარ-მორჩა. მე ძალიან ბევრი ხარ, ძალიან მიყვარხართ. ფინალი არ ვიცი 20 თებერვალს ამბობენ, მაგრამ ნახოთ. ვაფრენ თქვენზე. მეგობრებო, ვინმე იწერს ლაივი, ვინმე ჩაიწერა, რომ გავრცელოთ ის, რაც ვისაუბრე, დამიწერეთ რა. მეო მადლობა ძალიან დიდი და ძალიან მითხო მთლიანი ლაივი ესე დაჭერი და ამოჭერით. ძალიან მითხო და გავრცელეთ, იმიტომ რომ აი მართლა არ მაქვს დრო რომ ეხლა ცალკე ვიდეო ვწერო და ასე შემდეგ. ვიცი რომ ყველა გამოკითხვაში ლიდერო მართლა არ ვიცი ხალხო მართლა მოკლედ ესე ჩემო მეგობრებო რა ესეთი ამბებია და ნახოთ რა მოხდება დაველოდოთ პარასკევის ლაივს ზურა და გუგა იყო ფარზე და დიასა და ანუ მარტო არ ვიგრძენი თავი იმიტომ რომ მე არ ვიღებდი მონაწილეობას ცეკვაში იმის გამო რომ ლორენცომ გადაწყვიტა რომ ჩემზე მარიამთან ეჭორავა რომ ანუ დრო მომცა ის რომ მე უნდა დამელაგებინა სახლი ასე ვთქვათ მომეკავა და მე ამაზე რა თქმა უნდა კითხო ვუთხარი, მაგრამ მე მარიამთან არის მოსაწევში და ეუბნება მარიამს, რომ დაალაგებს და მოაწკრიალებს ლელუ ყველაფერს და ამ სიტყვების მერე რა თქმა უნდა მე არაფერი აღარ გავაკეთე და შესაბამისად ფარჩიც მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ ჩემი ბიჭები იყვნენ აქ და ძალიან გახარებული ვიყავი და რაღაც ისეთ შეგრძნება მქონდა რომ ძველ ჰაუსს დავუბრუნდი აი ყველა ერთად რა ვიყავით და რომ ხიარულობდით და თქვენ რომ მედიტებს აკეთებდით აუ რა კაი იყო მიყვარხარ მე ძალიან მიყვარხართ ხალხნო დურზურაზე დიანაზე რას ვფიქრობ რა ვიცი ყველაფერს კარგს ხმის ლიდერად ლელო ჯავახა აღარ დაბრუნდა რა თქმა უნდა ჯავახა ჰაუსშია მეგობრებო ნომრები მე მგონი უკვე დაიდო არ ვიცი მეგობრებო ზუსტად არ შემოწმებია ყველა გვერდზე შენ ლიდერობ ნახოთ მეგობრებო ნახოთ აგერ მარია ჯავახა მე დამცინოდა რომ 200 გულშემატკივარი ყავსო მარტო და ვიდეოზე ერთი გულშემატკივარიც კი არ მივიდა იმაზე პარკში ანუ რა სირცხვილი ანუ არ ვიცი ნახოთ რა მოხდება ჰაუსი ლელუშენიაზეს ვინ იქნება ხმის ლიდერი არ ვიცი მეგობრებო ანუ ისეთი სიტუაცია რომ ორივე შეუძლია რომ ხმის ლიდერი იყოს კარგად ნახეთ რა და როგორ ხდება ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს რომელი იქნება ხმის ლიდერი ყველა შენს გვერდით ვართ ალელო გთხოვ მომწერა დამისივე რა კეთი შენგა ერთი წამით დავამიუთებ მეგობრებო მოკლედ უნდა გავიდე ახლა და მოვალ ისევ თქვენთან თუ მექნება ტელეფონი უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ თუ ვინმე ამესიჯებთ და როგორც დამცინიან 200 გულშემატკივარი რომ გასწავლოთ
გამიხარდება ძალიან მოკლედ თქვენი მხარდაჭერა.